გამარჯობა. დაწერე გიორგი. ძვირფასო თოვლის ჯაჯუა. ძვირფასო მე შენს დაწერე. შენს დაწერე ბოლოს დედიკო, ეხა ჯერ. ხო, კაი დაწერე. აი, აქედან ხომ, აი მე გადავ. ძვირფასო თოვლის ჯაჯუ. რა დაწერე დე გამარჯობა. წესიერა დაწერე, წესიერა, თორე მიგატეხა მაქხელებს. კაი დედი ხუმრობს. ამეიხი ახლა მაიბურცელი. დედამისი გაახსნა, თავის ბავშვობა. თავის თავის ბავშვობა გაახსნა, მეც ასეთი მწარე ბავშვობა მქონდა გიო. ცრემლი არ დაგივარდეს მაგ ფურცელზე, თორე გადაგახებრვე უშ თავზე. დედი, გული, რა დაწერე მითხარი აბა? თოის პაპა მომიტანოს აქაცა საჩუქარი. რაღაცა? რა საჩუქარი გინდა დე? არ ვიცი, თოჯინა მინდა და კიდე საქართველოს ფორმა. საქართველოს ფორმა უნდა. საქართველოს ფორმა რაცა ხო იცი გიო? ფეხბურთს ეძახის საქართველოს. ფორმა წერტილი დასვი. რამხელა წერტილი არ იცი? მესადი ას წერტილი, ანუ ას როსანტი არ ჩანდა ხოლმე. დაფერადები. რამხელა წერტილია. კიდე რაღაცა საჩუქარი უნდა. რამდენი მინდა, კიდე მომიტანე. ბევრჯერ მომიტანე. და რა ლამაზად წერდე? დი, როდის ისწავლე დე წერა? მე დავინახე ეგეთი წერა. დაინახე ეგეთი წერა. მან გამოიგო. კაი, დედიკო. პაპა გამარჯო. ჯერ სრულები დაუწერა და მე თოვლის პაპა გამარჯობა. ყოი ჩახდედიკო გამარჯობა. თოჯინა მომიტანე რამდენიც გინდა. ხო, კაი. ახლა იოს მიეცი რომ ისე დავწეროთ რომ გაიგოს თოვლის პაპამ. ის თუ ძალიან ნასწავლი არ არის, შენ ნაწერს ვერ მიხვდება და ძუ საკეთა თავი თუ იყო. გაჩერდი ერთი. აბა. ამან დაიწყო თავის იმით რა. ხატრული წერე. ნახეთ როგორ წერს. თოვლის პაპა. პაპა არა შვილო, ბაბუა, ჩვენი მერლები ვართ. ბაბუა დიდი ასოებ. ჩემი კარი გაბრასდა. რა სახით იყო რა ბაბუსა, შენთან თოვლის პაპა მოდიოდა ხოლმე? დასავლეთში ბაბუები დადიან რა ვქნათ. ახალ ძალიან მინდა რატო წერასე ლამაზად გიორგი? დედას მოუტანო ჩექმე მინდა ხო ეს შავი ჩექმე მართლა მინდა ის ხო შავი ჩექმე ძალიან მინდა თუ ახლა უკვე ნაყიდი გაქვს თქო საჩუქარი საახალო საჩუქარი 24-ში დაბადების დღე რო აქვს მაშინ მოუტანი არა ხო მაცადე ძალიან მინდა დედას ой მართლა მიართვა საჩუქარი თვა სასურველი სასურველი აქ არის ზღუდება ოპონენტი სურს თოჯინა ხო თოჯინა უნდა იმითი ხო და ბოთლით და საწოვარით თოჯინა სოსკა და ბორთი თოჯინა ბოთლით ასე დავწერო თუ აღჭურვილობებით ბოთლით თოჯინა ბოთლითა სოსკა ბოთლითა და ღვინით სავსე ბოთლითა ხო წერს და საწოვარით საწოვარა ქვია დედიკო სოსკარის ქართულად საწოვარა საქართველოს ფორმა და წერი თოჯინა ბოთლითა და საწოვარით აგრეთვე საქართველოს ხო წერს კაი ეხლა ნიაკო ხელი მოუწერე შენ ბოლოს აქ მომიწერე ხელი მოაწერე ხელი დე მიდი აქ ხელი მოაწერე და დანარჩენი წერილის დაწერე მე მოაწერე აი აქ ხელის მოაწერე ნახე ხელი დაადო მიდი დე თუ გინდა ეგრე ვქნათ დაადე ხელი ყოჩახ აი მოაწერა
აი მალად. წერტილი ახლა დადო. და დაადე რა ხელი. კარგად მოაწერ. ოჩახ. დაადო. ხო, კაი. ორივე რო გამოჩნდეს ეს ავიწიოთ. შენ თვითონ იზავდედი თუ იონქნას? მე ეს ავიწიოთ. ეს არის ეკოსეული ხელმოწერა. მიდიდე. ბაბუაჩემს ქონდა ამისი პარტეთითები ნამდვილად. ყოჩახდე! რა მაგრად მოაწერ. კაი, გიო ეხლა მოახიეს პიქსელი. აი შევარ. ხო, შეა. არ გული გამამ. ადამიანისა თუ ლომის თაფი. ეს პიქსელი. უკან ძველი წერილები ყოფილა. ძველი წერილებია უკან, ახლა წინიდან ახლა. აი ნიაკოს წერილი მოკლედ. და ეს ბეჭედი. ეს ბეჭედი დაასვა. აი ხამ? მოდი დედიკო ეხლა. აქ უნდა ჩადო. აი დედი, ნახე, გავხსენი გიო. მოდი დადო. და შედე იქ წერილი. დავწერ. ხო, მე რა დაამატე კიდე. ის დადე, მიდი. აი, ჩადი ახლა ეს წერილი, რომ წაიყოს თოვლის ბაბუ. მე? ხო, ჩადე და ის დააფარე. შეინახე აქ, რომ წაიყოს თოვლის ბაბუ, ნახო. კიდე უნდა დავწერო. კიდე დაწერე. დაუკეტე ახლა. დაკეტე. დაკეტე. და კიდე დავწერო და კიდე შევდო. ხო. არა, მეტი არ შეიძლება. ხო, და დავკიდოთ ხა ნაძვის ხეზე. აი, მასტორი ისე. გიო, საშენო წერილი რატო არ დაწერე თოვლის ბაბუასთან? დაგავიწყდა? გაქვს რამე დასაწერი? არაფერი გაქვს ასურს. ყველაფერი გაქვს, ხო გიო? მინდა ერთი ბებერი მილიარდერი. ქურივი მილიარდერი. მილიარდერი. სიო, წაიღებს ამას და ხო, ამას წაიღებს თოვლის პაპა და მოუტან საჩუქარს ნიაკოს. პანჭედე. ო მოდილიოკო. მოვიდა თოვლის ბაბუა ნიაკოსთან. ახლა მოგიტანა და საჩუქარი და წავიდა. მოდი მოგიტანა თოვლის ბაბუა. და რა დესმან? მამაშასაც მოუტანა საჩუქარი თოვლის ბაბუა. ახლა მოუტანა ამიწუჭა. დედიკო, რა მოუტანია დედი? აბა გახსენი დე. გახია და საიდან ასკიდა. გახდას ფორმეტი არ გაქვს ნაცჩაფან. მეც მანახე რა არის? რა არის დედი? აბა ნახოთ ბოთლი და ისიც თუ აქ საწოვარა ხო არ შეეშალა თოვლის ბაბას. მოუტანია საჩუქარი. გახსენით აბა დედიკო, გახსენით ხარა. დაიდან იცოდა დედა თოვლის ბაბა. წერილი როდის წაიღო საერთოდ წერილი? ნახოთ. მოიცადე? აკარია, რამდენიმე. აი მე დედი, რა მაგარია. დედა ნამდვილი ხო არ არის დედა როგორ და ნამდვილი ხო არ არის. აი მე ერვერგებია დე შეხედე. აბა აქვს საწოვა რა? ვაიმე ბოთლიც მოყვა დედი. აბა იგი აბა რა უნდა ქნა? ხო დე. ბოთლიც მოყვება ნახე. ალა მაზი თოჯინა ნახე ბავშვს კავსი. ნახე მა მე ვიცი. ნახე ნამდვილი თმები აქვს ცი? დანარჩენებმაც გავხსნათ საჩუქრები ყველასთვის არის. თოვლის ბაბუ. დედიკო. აბა ერთი ნახოთ წერილი წაიღო ნია. ილოცავ ხალხო ახალ. წაუღია დე რა დროს გაიტანა? ნახეც არის. ო თოვლის ბაბა. აბა აბა შემოიპარა და გაიტანა რა. მე შენი საჩუქარიც იქვე. მოჩან ერთინია. ანანო მოდი შენ ხარჩები. შენთანაც არის ანანო, შენთვისაც არის საჩუქარი, მოგძანთ. ხო, თავის სათამაშო. ანასთვის საჩუქარი. გიო, შენთანაც იყო სანტა მოსული, გიო. და ძალიან. ჩემთან საჩუქარი მოსულა რაღაცა.
ყველამ დაირიგა საჩუქრები და მე მარტო ანანომ დამიდო როგორც ჩანს საჩუქრები. რავას და ეს არის ჯამთელად, ბედნიერად, რა ვიცი, ყველაფერი კარგი. ნაი გიორგის და ამას ელოდებოდა გიორგი ბედნიერი. კი, როგორ გახარებული ვარ, ძალიან ვერ მალავ გახარებას. რავას დავესწროთ ჯამთელად, ბედნიერად, ხვავი ბარაკა და რა მე შენ მე თუ მომცემთ ჭიქრას რა ვიცი. მე ყველას აკისრით და ყველაფერი გილოცავთ. ყველაფერი კარგის და დადებითის მომტანი წელი ყოფილიყოს. გაგიხსნით დედი, კი. გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს. კიდიანი აკოსტის საჩუქარი. მეორე სულ დაუწერე, მა. დაგუებენ ესენი რაღაცას. მეორე სად არის? მე ხო შეიძლება. აბა ნახე იქ კიდე ერთი ყუთი დავინახე მე. აბა იქით ნახე. იუგინი. გამოწია აბა იქ ყუთი. აბა შიგნით რა დევს ვნახოთ? რა არის დედიკო? რა არის დე? შემოახედი აბა დამანახე. საქართველოს მამა. საქართველოს ფორმა დედი და ფეხბურთი რა იქნება წავიდა. ხო, ისე. რატმინდა ფეხბურთის რატმინდა ფეხბურთზე ესე რომ წავიდე კაცი. ხო, ფეხბურთზე უნდა წავიდეთ ფორმით დე. და ბუგულ შემატკივრად საქართველოს.